პარლამენტმა რამილ საფაროვის ექსტრადიციის გამო აზერბაიჯანი გააკრიტიკა. 2012 წლის 13 სექტემბერს ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ევროკავშირის წარმომადგენლობითმა ორგანომ აზერბაიჯანის რესპუბლიკა მისი პრეზიდენტის მიერ რამილ საფაროვის შეწყალების გამო გააკრიტიკა. საფაროვი აზერბაიჯანული არმიის ოფიცერია, რომელმაც ნაჯახით მოკლა სომხეთის არმიის ოფიცერი გურგენ მარგარიანი. ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი შეშფოთებულია აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რომელთაც მან შეიწყალა რამილ საფაროვი, რომლის ბრალეულობაც დამტკიცებულია და რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნის უნგრეთის სასამართლოს მიერ სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ევროპარლამენტმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ფაქტმა დარტყმის ქვეშ დააყენა აზერბაიჯანისა და სომხეთის შორის მშვიდობიანი მოლაპარაკებები. რეზოლუციაში ხაზგასმულია ისიც, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ საფაროვის შეწყალებით ალიევმა მისი ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომატიური გარანტიები დაარღვინა. ვინაიდან საფაროვის აზერბაიჯანში ექსტრადიციამდე აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტრომ წერილობით იკისრა დამნაშავის მიერ სასჯელის მოხდის უზრუნველყოფის ვალდებულება. ამასთანავე ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამს საფაროვისთვის გმირული დახვედრის მოწყობით და მისი ლეიტენანტის წოდებიდან მაიორის წოდებაში დაწინაურებით, რასაც ხელისუფლების მხრიდან მისთვის დამატებით 8 წლის ხელფასის გადახდაც დაერთო.